საქართველოში საგანგებო წესების გამოცხადებისთანავე ხარაჯის რაიონში შეიქმნა საგანგებო სიტუაციის რაიონული შტაბი, რომლის მიზანიცაა გამტკიცდეს რაიონში საზოგადოებრივი წესრიგი და დახმარება გაუწიოს აფხაზეთს. შტაბის ცვლილება ჩატარდა, რომელმაც განიხილა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის რაიონში საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების მდგომარეობა. აღინიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში მართალია გაუმჯობესდა ამ მხრივ მდგომარეობა, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს ადგილი მთელი რიგი დარღვევების. მათ შორის ცნობილია ის ფაქტი, რომ ჩვენი რაიონის ტერიტორიაზე გადის ნავთობსადენი, რომელიც დაცხრილულია დამნაშავე პირების მიერ და ეზიდებიან იქიდან ნავთპროდუქტებს. მისი ნარჩენები შევა მინდორში, აჭურჭყიან და გარემო, დაზიანდა წყალსადენები, არხები და მოსალოდნელია დიდი კატასტროფა. შეიძლება უახლოეს დღეებში ნავთობის დაღვრილმა რაოდენობამ მიაღწიოს ქარის წყალსადენის სათაგანძეც კი. აქედან გამომდინარე, დაევალა რაიონის შინაგანსაკუთრებათა განყოფილებას, ეკოლოგიის პოლიციას 3 დღის ვადაში უზრუნველყო ჩვენს ტერიტორიაზე გამოვალ ნავთობსადენის წესრიგში მოყვანა და დალუქონ ის გაბოლებული ადგილები, სადაც ნავთობი იღვრება. ასევე განიხილა რაიონში პურის ცხობის და მომარაგების საკითხი. მიიღო გადაწყვეტილება შტაბმა, რომ ქარელში დაწესდეს ნორმები პურის რაოდენობა მიეცეს მოსახლეობას იმის მიხედვით, როგორც არის გათვალისწინებული საერთოდ რესპუბლიკაში. პურის ცხობის, მომარაგების და განაწილების საკითხი დაევალათ შემდეგ უწყებებს ქალაქის საკრებულოს და საკრებულოს მდივანს რამაზ აბაშიშვილს, რაიკოოპერატივის თავმჯდომარეს სერგო ვარდსაშვილს, პურკომბინატის დირექტორს გელა ბალიაშვილს და კომენდანტს ავთანდილ ბარბაქას. მიღებული ზომების შესახებ მომავალ შტაბის სტომაზე და იქნეს განხილული საკითხი. ასევე ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ აფხაზეთში წავიდნენ ჩვენი ბიჭები 70 კაცის რაოდენობით, რომელიც იცავს ჩვენ სამშობლოს მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. ამ ფაქტთან დაკავშირებით აღინიშნა ის, რომ მთელმა რიგმა ორგანიზაციებმა, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო საწარმოებამ დიდი წვლილი შეიტანეს იარაღის შეძენის საქმეში და შეძენილი შეგროვდა ფული, მათ შორის რუსული ფული და შეიძინა ჩვენმა რაზმმა იარაღი და წავიდა საბრძოლველად აფხაზეთში. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთელმა რიგმა ორგანიზაციებმა ამ საკითხში მონაწილეობა არ მიიღეს, არც ფული შეაგროვეს, არც პროდუქტები შეაგროვეს, არც აფხაზეთში არ წავიდნენ საბრძოლველად. განსაკუთრებით კიდევ მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რაიონში მოქმედებს მრავალი არასახელმწიფო სტრუქტურები, კომერციული მაღაზიები, ფირმები, ასოციაციები, კოოპერატივები. საკმაოდ დიდი რაოდენობა. მაგრამ აფხაზეთში დასახმარებლად და ფულის შესაგროვებლად მხოლოდ 5 ფირმამ და კომერციულ მაღაზიამ მიიღო მონაწილეობა.
მაშინ როდესაც დანარჩენებს არაფერი არ გაუკეთებიათ, არც პული შეუგროვებიათ, არც პროდუქტები შეუგროვებიათ და არც აფხაზეთში არ წავიდნენ საბრძოლველად. აქედან გამომდინარე, შტაბმა გადაწყვიტა მიეცეთ წინადადება ასეთ სტრუქტურებს 3 დღის ვადაში თუ არ მიიღებენ მონაწილეობას ამ საშვილიშვილო საქმეში, დაირუქოს ის ობიექტი, რომელიც ვაჭრობს და არაფერს არ აკეთებს სამშობლო დაცვისათვის. ასევე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ როდესაც ბროდებოდა მოხალისეები, დგებოდა სიები, აქაც პასიურობდა მთელი რიგი სოფლები, მათ შორის დიდი სოფლები, რუისიდან მხოლოდ 3 კაცი წავიდა ჩვენ რაზმში, დირბიდან არც ერთი. აგარიდანაც არ არის. აი ასეთ დიდ დასახლებულ სოფლებს, დაბას, ქალაქს დაევალათ, რომ ჩაატარონ სათავნავო მუშაობა და შევქმნათ მეორე მოხალისეთა რაზმი, შევაიარაღოთ, აღჭუროთ ტანსაცმლით და გავაგზავნოთ აფხაზეთში დასახმარებლად. აი მიმდინარეობს რაიონულ გამგეობაში სიების შედგენა და მიმდინარეობს მუშაობა იარაღის შესაძლებლად. აი სწორედ ამიტომ გვინდა ყველას მოუწოდოთ, ყველას, ვისაც კი იარაღი გააჩნია, როგორც ქარეში, აგარაში, ისე სოფლებში, თავის წვლილი შეიტანოს ამ საქმეში. თორემ მე გვიან იქნება, როდესაც საქმე დაიღუპება და საქართველოს განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება. თხოვთ ერთხელ კიდევ, მოუწოდეთ ერთხელ კიდევ ყველას, რომ იარაღი ხელწერილით, უკან დაბრუნების ხელწერილით ჩააბარონ შტაბს, ვისაც გააჩნია, ვისაც არ გააჩნია, შეიძინონ და მიიტანონ შტაბში, თუ არა და 3 დღის შემდეგ გამოცხადება მათი გვარები, ყველა მიცის ვის გააჩნია ასეთი იარაღი, ხოლო გამოცხადების შემდეგ თუ კიდევ არ იქნა ყურადღება არ იყო არავინ და არ დაეხმარა შტაბს მუშაობაში, იძულებული გავხდებით იარაღი, ისევ იარაღის ძალით იქნა სამოგებული ასეთი ოჯახები. იმედია რაიონის მოსახლეობა ხარში დაუდგენლობა ჩვენს ქვეყანას, გამგეობას და თავიანთ წვლილს შეიტანებენ ამ საქმეში. თელმაგამელმა სოფლებმა 2-ჯერ, 3-ჯერ შეაგროვეს პროდუქტები და გააგზავნეს აფხაზეთში. ეხლაც ასევე აქტიურობას იჩენენ რაიონის სოფლები, მაგრამ მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ ქალაქის მოსახლეობაზე მცირე ნაწილის გარდა ამ საქმეში არავინ არ მონაწილეობს, არც ერთი ოჯახი, არც ერთი პიროვნება, ორგანიზაციებიც კი, იგივე ითქმის რუისზე, იგივე ითქმის აგარაზე. კიდევ მინდა ხალხს მოუწოდო, მანამ გვიან არ არის ყველამ თავის წვლილი შეიტანოს სამშობლოს გადარჩენის საქმეში. ხოლო იმათ, ვისაც არ შეუძლია ფიზიკურად მონაწილეობა მიიღონ, ან ეკონომიკურად მონაწილეობა მიიღონ, აფხაზეთში წავიდნენ და იბრძოლონ, აქ არის ყველაფრის საშუალება, რომ ვინმე რაიმე გააკეთოს და ხალხს ამოუდგეს მხარში. ბევრი გაჭირებულია. საწარმოები, ორგანიზაციები, დაწესებულებების ერთი ნაწილი ან არ მუშაობს, ან თუ მუშაობს, მოსახლეობის ერთი ნაწილი და მათ შორის მოსამსახურები სამსახურში არ ცხადდებიან, ან კიდევ ცხადდებიან და არ მუშაობენ, მაშინ როდესაც ყველაზე ძალიან ეხლა უჭირს ჩვენს რესპუბლიკას და ეხლა საჭირო ორმაგი და სამაგი მუშაობა. რაიონული გამგეობის მუშაკებს დაევალათ გადაამოწმონ ასეთი ორგანიზაციები და წარმოადგინონ ინფორმაცია, თუ რა ხდება ამ თუ ორგანიზაციაში, ვინ რითი სულგუნოს, ვინ რითია დაკავებული და ვის რა წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქმეში.